ოპოზიციაში პოლიტიკოსებიდან ერთადერთი პარტია და ერთადერთი ეგ ადამიანები არიან, რომელიც არის გირჩი 36, იაგო ხვიჩია და მეგრელიშვილი და ეგ სასტავი, რომლებსაც მე პირადად აღვიქვავ პოლიტიკოსებად და რომლებიც ჩემი გადმოსახედიდან პოლიტიკას აკეთებდნენ პარლამენტში, როცა იყვნენ და პარლამენტშიც რო არ არიან მაშინ. პოლიტიკა რა არის? პოლიტიკა არის საუბარი, ხო და საუბრით უნდა არ ყვევდნენ ერთმანეთში ურთიერთობას, ხო, პოლიტიკოსები. ერთადერთი ეს ადამიანები იყვნენ პარლამენტში, რომლებიც აი საგნობრივ განხილვაში შედიოდნენ სხვადასხვა თემებთან და სხვადასხვა კანონებთან და მსჯელობდნენ და ღია დისკუსიებს მართავდნენ და ოპონირებას უწევდნენ ხელისუფლებას. დანარჩენი ეს ნაგავი ოპოზიცია რას აკეთებდა ხო პარლამენტში, ხო ყველა ხედავდით, ატეხავდნენ ხელების ბრახუნს, მაიმუნებივით რაღაცეების ყვირილს, რუსები ხართ, ის ხართ, ეს ხართ, გავარდებოდნენ, წავიდოდნენ. კიდევ ვიტყვი, ერთადერთი ძალა იყო აი ეს გირჩი 36, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა პოლიტიკას და ვინც არიან იმის მაგალითები თუ როგორი უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. ამ ადამიანებს შეუძლიათ დაჯდნენ და ესაუბრონ ნებისმიერი იდეოლოგიის მატარებელ პარტიებს და ადამიანებს და არ აქვთ ამის პრობლემა და ნებისმიერთან კიდევ ერთხელ ვიძახი. კომუნისტებთანაც შეუძლიათ რომ დაჯდნენ და დისკუსია გამართონ და ილაპარაკონ. ეგ არის სწორედ პოლიტიკა და ეგრე კეთდება პოლიტიკა. და არა ისე როგორც ელისაშვილს წარმოუდგენია, ხო? აი კონკრეტულად რაც შეეხება ელისაშვილს, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა თუ საერთოდ აეკრძალებოდა ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური საქმიანობა და მაგის მსგავს ადამიანებს. იმიტომ რომ პოლიტიკაში არ არის მუშტიკრივის ადგილი და იქ რაღაცა ემოციების ადგილი. ალეკო ელისაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო უპრინციპო ადამიანი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო როგორ თქვა რა, აი ფაჩიკო კაცი, რომელსაც შეუძლია 80 წლის კაცს ურტყას წიხლები ქუჩაში და ყველანაირი არგუმენტის გარეშე მივარდეს და მდინარაძეს ჩაარტყას. მე მდინარაძე მომწონს არ მომწონს მაგაზე არ არის, ანუ ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს, მაგრამ როცა პოლიტიკოსი ქვია და გარკვეული აუდიტორია ყავს მხარდამჭერების, ხო? ესეთ რაღაცას რო აკეთებ და ესე რო ძალადობ და რუსის იარლიხს რო კიდებ იმ შენ პოლიტიკურობონებს, ხო? ამ შენ მხარდამჭერებს, ხო? ავტომატურად მოუწოდებ ძალადობისკენ და ეუბნები იმას, რომ აი როგორც მე ვიქცევი, შენც ისე უნდა მოიქცე. და ელისაშვილი არ უნდა გამოეშვათ და ელისაშვილი უნდა იჯდეს ციხეში. ის ბავშვები კი არა, ვინც ახლა იქ ხავთ დაჭერილები. აი იმიტომ არიან ბანძები, ეს ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ ელისაშვილი გამოუშვეს ქუჩაში, დედამოწყნული გირჩა ჯაფარიძე ყავთ ქუჩაში და ხელს აკიდებენ და აი ამათ მიერ შეცდომაში შეყვანილი ბავშვები ყავთ იქ ციხეში გამოკეტილი და იმ ახალგაზრდებს არ უშვებენ ციხიდან. აი ეგ არ მომწონს ამ ხელისუფლების და მაგას მოვთხოვდი და მაგას ვაიძულებდი, რომ გაეკეთებინა ამ ხელისუფლებას. უნდა გავიზარდოთ ჩვენ საზოგადოება და უნდა მივხვდეთ ადამიანების ცნობა პოლიტიკაში და არ უნდა ვაპატიოთ პოლიტიკოსებს აი ეს თავიანთი შეცდომები. ერთხელ რო ჩაისურის პოლიტიკოსი, всё, იმას აღარ უნდა ქონდეს. მეორე შანსი აღარ უნდა ეძლეოდეს პოლიტიკაში ყოფნის და რაღაცა პოლიტიკის კეთების. ძალადობას და ძალადობას რო გაკივიან ეხლა და რაღაცებს რო ვითომ რო აი ხელისუფლება ძალადობს თითქოს ოპოზიციაზე, სწორედ ოპოზიცია იყო ის ადამიანები, ვინც ამ ძალადობას აღვივებდნენ და ვინც ამ ძალადობის ბიძგს აძლევდნენ თავის მხარდამჭერებს და საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სწორედ ის ცირკი რაც დადგა ამ სირმა ელისაშვილმა პარლამენტში, სწორედ ეგ იყო ძალადობისკენ მოწოდება და ძალადობისკენ ბიძგი თავისი მხარდამჭერების მიმართ. და ელისაშვილი ყავთ დღეს თავისუფლებაზე,
ამ ბანძ ხელისუფლებას და ის ახალგაზრდები ყავთ ციხეში და არ უშვებენ, ვინც აი ამელისაშვილმა შეიყვანა შეცდომაში. და იგივე ჯაფარიძე გირჩი დაიჭირონ უნდა დაარქვან თავის სახელი. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. ოღონდ პირიქით, სერგო ხო რუსეთის აგენტი იყო და რუსეთს მიეყიდა. ჯაფარიძე არის ეგრეთ წოდებული დასავლეთის აგენტი. თუ ვინმეს გონია, რომ მარტო რუსეთს ყავს აგენტები და დასავლეთს არ ყავს აგენტები, ძალიან შემცდარა. აი ჯაფარიძე ნაბოზარი არის ჩვეულებრივი დასავლეთის მიერ როგორ თქვა დავერბოვკებული აგენტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ასრულებს დასავლეთის დავალიდან მიღებულ დავალებებს და რომელიც ბავშვებს ამზადებდა ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის და იქ რაღაცა მომზადებას ატარებდა ბავშვებს ვიღაცა დედამოწყნულ უჩა აბაშიძესთან ერთად, რომელიც დაიჭირა მერე ხელისუფლებამ და ეს ჯაფარა გამოდიოდა და უპატიოსნესი კაცი დაიჭირესო და პოლიტიკური ნიშნით დაიჭირესო და მერე მთელმა მსოფლიომ და მთელმა საქართველომ ნახა, რანაირი პატიოსანი კაციც ყოფილა ის ვიღაცა უჩა აბაშიძე, ხო? ცოლს რო აპუტანკებდა და ფარდის უკნიდან რო არ ვიცი რა შვებოდა, რო უყურებდა და კამერებზე რო იღებდა თავის ცოლის პუტანკობას, აი ეგ არის მაგათი სახე. მთლიანად ნაციონალური მოძრაობის, რასაც მთელი 9 წელი აკეთებდნენ ხელისუფლებიდან, ეხლა ოპოზიციიდან აგრძელებენ იმას და სხვებს რო ვეღარ წვევიან, საკუთარ ცოლებს იღებენ ვიღაცებთან, როგორ გორაობენ ლოგინში. აი ეგ არის ამათი სახე, მთლიანად ოპოზიციის და იმ ადამიანების, ვინც ოპოზიციის ავანგარდში დგას. პოლიტიკაში არ უნდა იყოს აი ამ უნამუსო ადამიანების ადგილი და ისეთი ადამიანების ადგილი, ვინც ან დასავლეთს არის მიყიდული და ან რუსეთს და ან ნებისმიერ ვინმეს. საქართველოში პოლიტიკას უნდა აკეთებდეს სუფთა ხალხი, აი ისეთი სუფთა ხალხი, რომელიც როგორიც არის დღესდღეობით ხვიჩია მეგრელიშვილი და მაგათი პარტია. მე მაგათი აზრები და იდეოლოგიას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, ძალიან ბევრ რამეს არ ვეთანხმები, მაგრამ რასაც ქვია პოლიტიკოსები და პოლიტიკის გაკეთება, ერთადერთი ეგ პარტია და ეგ ადამიანები არიან დღეს საქართველოში, ვინც პოლიტიკას აკეთებს და ვიზეთ შეიძლება ითქვას, რომ სუფთა ხალხია და ვისაც შეიძლება პოლიტიკოსები ეწოდოს.